გისო დემნა გვასალიაო გადავიდაო ბალენსიაგადან გუჩიშიო და ვიღაც ქართველი უწერს ციცინო დეიდა დემნა წონას მიხედა Ძამომწო შენი კაბა. დიდი მადლობა განწყობას ასახავს დღევანდელს ჩემსას. რა არის შენი განწყობა? ძალიან მიყვარს თან ერთ-ერთი არაც მეტევა, ამიტომ დიდა არჩევანი მქონდა თქო რო გითხრა ჩემო ნინიკო. შენ კიდე დიხარ ნაირ რიკაბებით დაშრიალებ. ხო, იცი რა ოთახი დავალაგე და ძალიან ბევრი კაბა აღმოაჩინე რაც ეს არის 2013 წელს ნახიდი მე მგონი რა ძალიან დიდი კაბა არის. ანუ პატარაობის კაბები მოგერგო. უკვე კი ისევ ამ თემას თუ დაუბრუნდები აღარ შემიძლია. არა ხალხო მაინც რო იცოდეთ სად არის ხალხო რო იცოდეთ იქითკენ დაждდა ისევ. იმიტომ რომ აქეთ ვინ ზის მსუკანი ჩანს და ეს მაინც ზორსულადაა და არაუშავსო. რა ხდება შენ ორსულობას? აუ ხეხლა მქონდა ამ კვირაში ულტრასაუნდი. მე რას ნიშნავს ეგ? ულტრასაუნდი არის მაგნიტურ რეზონანსური გამოკვლევა, რომელზეც ჩანს ბავშვი. და თან ანუ ზოგი ისა რა ქვია ულტრასაუნდის ეს რა ქვია მაგ ადამიანს? აი ეს ადამიანი ვის გიკეთებს რა? ზოგს აქ ძალიან კაი ახალი აპარატურა და 3D-ში ხედავ ბავშვს, ანუ საინსტაგრამე ფოტოა ეგრევე. ხო და ეხლა უკვე ბავშვი გავს ადამიანს, სახე აქ ადამიანის და ძალიან გამიხარდა. უკვე რაღაც ამსგავსებ რო ბებიას გავს, ბაბუას გავს. ანუ ეხლა გავს ადამიანს. და თავიდან ეხლა ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სულ თავიდან მე-12 კვირაზე, რაც იდეაში მე-10 კვირაა სინამდვილეში, ხის ფესვს გავს ბავშვი. აი ბავშვს არ გავს, მაგრამ დედაჩემმა რო შეხედა, კურნოსა ცხვირია ზურიკოსავით. კოპიო ზურიკო. ვინ არის ზურიკო? მამაჩემი. ხო და დედაჩემმა მოკლედ მამის მხარეს არის უფრო ისე კაკულკა ზურიკოსკენ ვარ და მე და სანდრომ შევხედა ჩემმა მეუღლემ. შევხედეთ ამ სურათს და სუფთა ისა. ხის ფესვი. მორე საყვარელი. როგორი შეგრძნება არის ისე? რა რო ხედავ შენ შვილს. აუ ძალიან კაია. ჩემი ტელეფონი არის. გვერდზე რა იყო Android-ი არ გაქვთ, ყველას iPhone-ები გაქვთ. გვერდი დააჭირე და ხმის დაწევას. რა ვქნა ღარიბი დევნილი ვარ და ყველა შენი რეკავს მთელი მსოფლიო. ღარიბი დევნილი ვარ Android-ი მაქვს და ხმაბერ ჩაუწიეთ, იმიტომ რომ იქით სულ კავია პლუსის მდიდარი წარმომადგენლებია. და როგორი შეგრძნებაა რომ ხედავ შენს ხის ფესს ბავშვს. აღარ არის ხის ფესვი, უკვე ადამიანს გავს. იეი. მაგრამ ძალიან კაი შეგრძნება, აი ხა ისე მომეწონა ეს ამბავი, რომ გოგო უკვე შვილიშვილიც მინდა. დავფიქრდი, იმიტომ რომ ჩემო შვილმაც 32 წლის ასაკში გადაწყვიტოს. აი ამ ეხლა როგორც მიდის საქართველოს და მსოფლიო 32-ის რო იქნება ჩემი ბავშვი, მე რა ან ვიქნები ან არა ჩემო ნინიკო. ამიტომ მაგ პროპაგანდას დავიწყებ და აგიტაციას ეგრევე როგორც კი გაჩნდება, რომ გიქორწინე, გააჩინე შვილი, რომ შვილიშვილს მოვესწრო სასწრაფოდ. ძველად რო იყო რომ რაღაც 12 წლის ასაკში პირველ მენსტრუაციის მაგრამ ეს ბიჭი არის არ ექნება ეგ. ხო, მაგრამ მივხვდი რა დედაჩემი რომ მეუბნებოდა, აბა, როდის იზამ თავარს, მალე, ეხლა მივხვდი რომ შვილიშვილი მაინც სხვა. ძალიან შეგრძნება. მე იცი რა მინდა, მე პირდაპირ შვილიშვილი მინდა. შვილის გაჩენის გარეშე არ შეიძლება? გოგო, ყველაფერი შესაძლებელია ახლა. ხო. ესე იგი, ვიღაცის შვილიშვილი რო ვიშვილო, ვთქვათ ვიღაცას არ ყავს ბებია და მე გავხდე მისი ბებია. როგორ არ შეგილია? ბებია შვილიშვილი. ხო. კაია. მაშინ შეგიძლია ასევე გაყიდო შენი კვერცხუჯრედი, იყიდო დონორის სპერმა. დანიური ამოდაში როგორც გითხარი ძალიან საქართველოში. შენ გაყიდვის ხარჯზე ვიყიდო დონორის სპერმა. არ გაყიდო, შენი გაყინე. იყიდე დანიური სპერმა, ძალიან მაგარი საემბრიონე მასალა იქნება. მე შეგიძლია რომ სუროგატი იქირავო, რაც ძალიან კონტროვერსიული თემა არის, ეგ არ ვიცი, მაგრამ ხო, შეგიძლია შენც გადაჩინო. ან სხვას გადაჩენინო და მე ის იქნება შენი მაინც გამოდის. ეს არის რა ქვია, ძალიან ბუღალტერია არის. მართალია. მე არ მქონდა ეგეთი ამაღელვებელი კვირა. აბა შენი კვირა მომიყევი. არ ვიცი მოსაყოლი არის თუ არა. არის, მიდი. მოკლედ არ ვამაყობ ამით, მაგრამ ვიღაც ბიჭს ავაკითხებ თაში. ჭუხებში? ხო. მერე? შორს ვიყავი და რაღაცა ის იქ რო ვიყავით ერთად. მის სიმხრიდანაც მე ვიგრძენი რომ მასაც მოვეწონე და მეც მომწონდა და რაღაც ხელი ჩაკიდებულები ვიყავით. მიხარია 32 წლის ასაკში ამით რომ არ აღირმებული რომ ხელი ჩამკიდეს, მაგრამ ესეთი რაღაც მოხდა და მე ჩემი მოლოდინი იყო რომ როცა დავუბრუნდებოდით მთიდან დამამატებდა Instagram-ზე და მომწერდა და ასე შემდეგ და რამოდენმე დღე რო გავიდა არ გამოჩნდა რა, მაგრამ მე ხო წესით ცუდ ხასიათზე უნდა ყოფილიყავი.
მაგრამ იცი რამ გადამარჩინა? რომ ჩამოვედი მთიდან მაგ დღეს Taylor Swift-მა დაანონსა, რომ ახალი ალბომი გამოვიდა და დანარჩენი 3 დღე ველოდებოდი იმ ბიჭის მონაწერის მაგივრად Taylor Swift-ის ალბომს და მე ხალხი მეკითხება რატომ მოგწონს Taylor Swift-იო და სინამდვილეში არის ის რომ ზუსტად იცის რა მომენტში უნდა გამოსცეს ალბომი და ამ ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია იქნება უფროსი და არა უფროსი შვილი გოგო. თუ არ გამოსულა ალბომი საიდან იცი? სახელები ვიცით უკვე იმის რა ქვია. სახელების დადებას ელოდებოდი ეს აღმაფრენი? ან ველოდებოდი ალბომის გარეკანი როგორი იქნებოდა და რა ერქმევოდა ალბომს, ეს არის Life of the Showgirl და სახელები და თან მისის შეყვარებულის პოდკასტში იყო და მე მინდა რომ მანიფესტაცია გავაკეთო რომ მეც მოვიყვან ჩემს ულტრამილიონერ შეყვარებულს ამ პოდკასტში და ეს ბიჭი არის ულტრამილიონერი? არა, Taylor-ი არის და მეც მეყოლება მილიონერი შეყვარებული რომელიც მოვა ჩვენს პოდკასტში და რამე ახალ იმას დაანონსებს ადიკალონი გამოუშვა კაი, მაგრამ მე რა გაგზელება მაინტერესებს, კაცო. ეს Taylor Swift-ის ფანები ხო მარტო მაღაზია ლაპარაკობენ ვეგანებივით. მიდი. მერე. ხო და მერე მოკლედ სულ იქნება მხოლოდ 12 მუსიკალური კომპოზიცია. გოგო, იმ ბიჭზე მაინტერესებს. ვის აინტერესებს ის ბიჭი ან დამთავრდა Taylor Swift-ი არის მნიშვნელოვანი. ესე იგი ახლა ეგ იყო situationship-ი. იქვე მორჩა. ხელის ჩაკიდებას არ ვიცი, ხელჩაკიდებულობაშიფი. დიდხანს გეჭირათ? 7 საათი. დედა. მაგრამ შენ თვლი რომ ახლა ეს არის ghosting-ი, რომ იქ მორჩა ეს ამბავი? არა, ghosting-ი სხვა რაღაცაა და მე მაგაში დიდი გამოცდილება მაქვს და მე მინდა რომ ამ თემაზე უკვე ჩვენ სტუმართან ერთად ვილაპარაკოთ. მართალია, იმიტომ რომ კითხვა შემომივიდა, რომ აი ჩვენი სტუმარი დღეს ყავს უსაყვარლესი სელებრიტი ულამაზესი. ყოფილა ხო თუ არა დაგოსტილი, ეს აწუხებს ხალხს და ეს ნუ უკითხოს და მე ჩვენს ამბებს მოვყვები. და ასევე ჩვენ სტუმარსაც ულამაზესი კაბაშერვალი და ეგ უნდა დავინახოთ, ამიტომ ისე დავუძახოთ ახლა რომ გამოჩდეს. აი როგორი კაბაშარვალი აცვია. კი არა და ხედაბოლოა და ცალკე შენ შეარჩია ეს ყველაფერი. ეკა, სანამ კითხვას დაგისვევ, Coca-Cola ხوار გესიამოვნება ალუბლის გემოთ. ჩვეულებრივი ზერო კი არა. უდიდესი სიამოვნების სამნე. ჯერ ვიტყვი რომ მადლობა რომ მომიწვიეთ, ძალიან მიხარია თქვენთან რომ ვარ და მე მგონი საერთოდ ცხოვრებაში პირველად ვარ პოდკასტში სტუმარი. მართლა? აუ, ძალიან სიამოვნებაა ჩვენთვის. გაგვიხაროდა. და გელოდებოდი არა, მოვიტყუე. არ ვარ პირველად ეგ გამახსენე. ძალიან მეწყინა ახლა. მაგრამ გოგოების პოდკასტში პირველად ვარ და ეგ უფრო მნიშვნელოვანია. აუ, ტასაც მოზე გითხარი რა, შენით არჩევ ხოლმე და შენი თუ ხამებ რაც გაცვია, აი ძალიან მოგწონს შენი ლუკი. მართლა? კი. ხო, აბა სამწუხაროდ Taylor Swift-ევით და J-Lo-სავით არ მყავს სტილისტი. ხოთა შორის შენ კი გონია რომ გოგოების პოდკასტში ხარ, მაგრამ ჩვენ ამას ყავს ერთი ბიჭი შემოპარებული. აი აქედან რა. ხო, დანარჩენი ყველა გოგოები ვართ და ძალიან გვიხარია მართლა რომ მოხვედი ჩვენთან პოდკასტში, რომელიც შესახებად ჯერ არავინ არ იცის. და როდესაც ქვია დაკალთავჩებით და კავია პლუსი არის ჩვენი ადგილი, სადაც ამ მაყურებელს შეუძლია ნახოს ეს გადაცემა და შენი მოწვევა ჩვენთვის ძალიან სახალისო იყო, გარდა იმისა, რომ შეგხვდით და ბევრი ვილაპარაკეთ კადრს მიღმა. აგრეთვე მონაწილეობ crossover-ში ახალ სერიალთან, რომელსაც ქვია ვინიცის მერი, ახალი ჩემი მოფიქრებული არ არის. როგორი იყო ეს crossover-ის გამოცდილება პირველად გქონდა? და როგორი იყო რომ დაბრუნდი ამ პერსონაჟში ისევ? ხო, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ დიდი დრო გავიდა მას მერე ეს თამუნა ისედაც რაღაცნაირი ბევრი წლების გამოტოვებით ცოცხლდება ხოლმე და რაღაცნაირად უცებ სხვა სერიალში აღმოჩენა, თან ახალი ამბით და თან ისიც შენსავით მე7 და მე8 თვეში. ხო, ჩვენ გვეგონა რომ შენ იყავი ნამდვილად. ყველას ეგრე ეგონა. ხო, ერი მილოცავდა. მართლა როგორ გიხდება, რა კარგია ყოჩა, აი ასე შემდეგ. ოღონ ხალხი რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნახეს რუსთაველსა და როგორ ჩათვალეს რომ უცბად ამ ხელმოწლის. შესუნთქული იყავი. შესუნთქული დავდიოდი მანამდე. ძალიან საინტერესო იყო მართლა. არ ვიცი ხო, რავი, მე მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, მე ძალიან მიჭერს ხოლმე ესე შედეგებზე საუბარი. სამუშაოდ საინტერესო იყო, ძალიან უცბად დაბრუნება თან იგივე ამბავში და თან სხვა სერიალში რაღაც აი ხო და თან ჟანრი არის განსხვავებული, რაც მნიშვნელოვანი არის. და ისე შენ კომედიურ ჟანრში გააქვს ბევრი გამოცდილება? არა, ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს.
ერთი კომედიური ჟანრის სპექტაკლი მაქვს ნათამაშები და ალბათ ერთი ფილმი. ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი არის. კომედია? კი, ძალიან და სულ სხვა სპეციფიკა აქვს, უფრო მეტი სიმსუბუქე და ხალისი აქვს, მაგრამ სირთულეც ძალიან ბევრი არის კომედიაში და ეგრეც არ არის რომ კომედიას რა უნდა ადვილე. უბრალოდ ერთი ეგ უდიდესი განსხვავება არის, რომ როცა დრამას თამაშობ, სხვანაირად გამოფიტული მიდიხარ, როცა ამთავრებ სპექტაკლი ეს თუ კინო ემოციებითგან დაცლილი და სხვანაირად დაღლილი ხარ და კომედიას რო თამაშობ ერთობით ძალიან და ბევრი ხალისი შემოდის და რაღაცა კაი არა, სხვანაირი შეგრძნება. და ეგ აი ეს ორი როლი შეადარო შენი, თან ორივე როგორი ჰიტი როლია, ხო, ხელოვნური სუნთქვიდან თამუნა და ჩემი ცოლის დაქალებიდან ნატაშკა. შენთან პიროვნულად რომელი უფრო ახლოს არის და თამაში რომლის უფრო გსიამოვნებდა, ასე ვთქვა. არც ერთი არ არის ახლოს. ნუ აი თამუნას შედარებით, მაგრამ ნუ ხო არც ერთი არ არის ჩემთან ეს ახლოს არც ნატაშკა, არც თამუნა, ორივე ძალიან საინტერესო იყო და ორივე ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ნატაშკა არის ჩემი ყველაზე პირველი ესეთი რა, დიდი ხანი რო გაგრძელდა და ბევრი ვიშრომე და ბევრი სხვადასხვა ისტორია გადახდა თავს და ძალიან საინტერესო იყო და ძალიან გამზარდა როგორც მსახიობი ნატაშკამ ძალიან. რომელთან იდაქალებდი? დაქალთან დასარჩენად რომელთან წახვიდოდ? ორივესთან. მე ჩემი პერსონაჟები ყველა ძალიან მიყვარს. კი, და მენატრებიან ხოლმე. და რომელს გეძახიან ხოლმე, ვიცი რომ ესე ნატაშკას გეძახიან იმანს. კი, დღემდე და სანდრექსას და დღეს ვინ დაუძახა კიდე ვიდეო ნატაშკაზე. ო თვითონ მოყვა წინაზე. მე მახსოვს რომ შენ გითხარი, ხო? ხო, რა აბა. იმ დღეს გაგვანდა რომ ბიჭსაც დაუძახიაო ჩემთვისო. დეიცე. კი, კაცო, მაგას ჩვეულებრივად მიჩვეული ვარ ნატაშკას მეძახიანი, იმიტომ რომ ეგ იმდენ ხანს გრძელდებოდა და ისეთი რაღაცა ყველა ადამიანის ოჯახის და რაღაცა არ ვჭამ საჭმელს ჩოცოდეს garaში ამბავი იყო, რომ და მეც მივეჩვია რა, არ მაქვს მაგაზე ის რომ ნუ მეძახით ნატაშკას. ვისაც რა უნდა, თუ მართლა ეგრე უყვარს ვიღაც ჩემი პერსონაჟი, რომელიც რეალურად ჩემი ნაშრომია და ბევრი რამე მაქვს ჩადებული, პირიქით მხოლოდ ძალიან მიხარია. მაგრამ ნუ ეხა არის რა თქმა უნდა მომენტები, როცა საერთოდ მინდა ეხა რომ ნატაშკა დეიტზე არ არის სასიამოვნო. ნატაშკა ეს ბევრჯერ მომხდარა ეგ, ესე არ არის რომ რამე ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იყო. ხშირად არის ხოლმე და ნუ აი ეხა ვიღაც უცხო ადამიანი რო არ იცნობ და უცებ შენ ნატაშკა არ ხარ რა, ნუ აი შეიძლება ხო, მაგრამ სადღაც უკვე როცა აი ცოტა ფლირტისკენ მიდის საქმე, იქ ნატაშ რა ვახარ ერთსაც ხო არ დალევ, არ არის ხდები რომ ესე გეფილტრებიან ნატაშ რა ვახარ. ეკა რა ვახარ რომ დაგიძახოთ, მე მგონი არც ეგ არის გასასიამოვნო, ჩემი ჯიგარიგო. კი, ეგეთებიც არის. ხო, ჯიგარი გოგო იციან ხოლმე ხშირად. და თან რო გონიოთ რომ კარგ რამეს გეუბნებიან. ეგ მაგარია. ყველაზე უცნაური რა ვთქვამთ ისე და იცი, რაც აი ეგრევე red flag-ი. ცოტა უხერხულია, მაგრამ უნდა ვთქვა. მიდი. და იქნება აღარ მითხრან ხო. ხშირად ყოფილა და ეგ არის მართლა ყველაზე საშინელი მოსასმენი ჩემთვის. თუმცა ვიცი რომ ცუდი ინტენშენი არასდროს არ აქვს ადამიანებს, მაგ დროს პირიქით გონიათ რომ ძალიან კარგ რაღაცას მეუბნებიან. გოგოებსაც უთქვამთ, მაგრამ ბიჭებისგან კიდევ უფრო რაღაცნაირად უცნაურად ჟღერს ხოლმე, აი მაგალითად წარმოიდგინე სცენა, რომ თქვათ სადმე ბარში ხარ, ან კლუბში ხარ, ცეკვავ და ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილი გეპრანჭება შენც ცოტა თუ რაღაც და აი უკვე ფიქრობ რომ ეხლა უნდა გამოელაპარაკო და უცებ მოდის და გეუბნება რომ ანუ რავი რა დიდია ისეთია რომ აი კონტაქტები და ელაპარაკები და უცბად მოდის და მე გეუბნება რომ აუ მე იცი შენზე ვარ გაზრდილი ახლა მოკვდები ანუ pick-up line-ია, ბიჭო. ხო, და აი ძალიან აუ შენზე, ან თქვენზე ვარ გაზრდილი და ანუ მე რო იცოდი ბატონო ნატაშკა. და მაგ დროს მე რო ვფიქრობ, რომ ერთი წუთი, ანუ ესე იგი შენ რო ძალიან პატარა იყავი, ამას მეუბნები ესე იგი, რომ შენ რო იყავი ძალიან პატარა, მე უკვე ვიყავი ისეთი დიდი და იმდენი მქონდა ნამუშევარი, რომ უკვე ვიყავი ტელევიზორში და შენ უყურებდი ამას ტელევიზორში და თან იზრდებოდი. და ამ ზრდაში კიდე რა შედის ეგ კიდე ძალკე ეს უყურებდი და ჭამდა. იზრდებოდა. საჭმელს არ ვჭამ უშენოდ. აი ეგ ძალიან უცნაურია ხოლმე და ძალიან საყვარლები არიან ოღონდ ადამიანები მაგ დროს. მე და მამა ჩემი სულ ერთად გიყურებთ. მე მაგარი შანსი ექნებოდათ შენთან რა თქმა უნდა ურთიერთობის გაგრძელების მაგა ხო ნუ ეხა რავი ადამიანი რო ეგრე მოდის
საყვარლები არიან სინამდვილეში იმის თქმა უნდათ, რომ აი მთელ ჩემო შემოქმედებას იცნობენ. თუ არ ვიცი პრინციპში შეიძლება რამე სხვის თქმა უნდათ და მე მეხუთები. ხო, შეიძლება უნდათ რომ რა დროს შენი კლუბში ყოფნა. დიდი შანსია კი, რომ ქალბატონო ნატაშკა თუ შეიძლება დაძანდეთ დაიწინეთ. მე ძალიან მოწონს შენი ახალი მარცხნილობა. და თითქოს ეს ძალიან კი არ მიქნია, მაგრამ რაღაც ისე გამოვიდა, რომ შენს ნაბიჯებს მიყვებოდა ჩემი თმის განვითარებაში, რომ გაიღიავე, მეც გავიღიავე. ბაძავ ყველაფერში, მე შეიჭრა, მეც შევიჭერი. რავი, ხა მინდა რომ ორი შვილი გავაჩინო და გავქორწინდე. მე ერთი მყავს განიცადა. ერთი ყავს ორი. მე ორი. ნატაშკას ყავს ორი. ორი ერთი ყავს, მე რატომ ახსოვდა რომ ორი ყავდა ხო? შენც ნატაშკა გახსოვს? მეც ნატაშკა მახსოვს. ყველას ეგრე გონია რომ ორი შვილი მყავს, იმიტომ რომ ყველა მაიგივებს რომ ნატაშკა. ისე ბებიობა გინდა, ეხა თიკორონ ლაპარაკობდა. არ მიფიქრია ნამდვილად მაგაზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ჩემი შვილი რომ იზრდება, ისეთი უცნაურია მაგის ყურება, რომ რაღაც უცებ კაცი ხდება, რომ ცოტა საშიში ის არის, თან ძალიან სასიამოვნო თავგადასავალი არის, აი პატარა ბავშვს უცებ რო უყურებ, რომ კაცი როგორ ხდება და რო უყურებ, რომ აი რაღაცნაირი ახალგაზრდა ბიჭია და როგორია და რომ იცვლება და თავის ბიოგრაფია რო აქვს და რაღაც ცხოვრება და აი ამის ყურება ყველა ძალიან საინტერესოა და თან რო ხვდები რომ ეს ყველაფერი შენი შექმნილია. ხო. და თან ძალიან საშიშია რა. From scratch. თიკო ეს არის ეს ხარ შენ. ზუსტად მაგას ფიქრობდი. მაგრამ შვილი ალბათ ძალიან სიგიჟე იქნება მართლა. იმიტომ რომ მშობლის პასუხისმგებლობა აღარ გექნება და დატკბები მართლა. ზუსტად ეგ აი ძალიან მინდა. შვილიშვილი. ეხლა რა მაინტერესებს? იმაგას რო გეტყოდნენ ხოლმე ის ბიჭები რომ შენზე გავიზარდეო. მე რეგოსთავდი ხოლმე მაგათ? რა თქმა უნდა. გოსთავდი. და შენ აი ვერ წარმოვიდგენია თუ შენ და უგოსთი ხარ ვინმეს? ანუ მაგას მართლა იწახე. მოდი იქიდან დავიწყოთ. რომ მთელი ქვეყანა ვცხოვრობთ. პირველი მე ვიყავი, ვინც საქართველოში დაგოსტეს. არა. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. სინამდვილეში მთელი ქვეყანა დაგოსტილები ვართ, იმიტომ რომ აი ეგეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ხელისუფლება ისე გოსტავს ხალხს, კანონს, ყველაფერს, რომ ნუ აი ყოველდღიურ ghosting-ში ვართ, ყველა, მაგრამ უცნაურია მაინც გადავწუდე პოლიტიკას, იმიტომ რომ დღეს dating-იც და ghosting-იც პოლიტიკურია უკვე ყველაფერი. მე მაქვს ესეთი წესი, რომ ჯერ გადავწყვიტე, რომ ვისაც ჩემნაირი პოლიტიკური შეხედულება არ ქონდა, იმას არ შევხვედროდი და მე ვერ შევხვდი იმ ადამიანებს და ეხლა გადავწყვიტე, რომ თუ არა აქვს ჩემნაირი პოლიტიკური შეხედულებები, იმას მაინც ვიზამ, რომ როცა სექსი გვექნება, ორგაზმს არ დავაფეიკებ რა. და ანუ გააკეთე შენი საქმე ბოლომდე. ზუსტად. პასუხი უნდა აგოს ყველაფერს. ანუ ხო გინდა ევროპაში კი არა და ღირსებით შესვლა. ღირსებით შემოდი ჩემში და რაღაც ეგეთი. ძალიან კაი სლოგანი. კი, რო გაიგება კარი. რაღაცა წარწერა უნდა ვქონდეს იმასად. მაგრამ აი ეკას ხო თქვი ჯერ. მე ყველა ბიჭი ეგრე მშორდება თითქმის. ghosting-ით. ანუ აი ხო მეც დაუგოსტი ვარ არაერთხელ. დაგოსტვა არსებობს სხვადასხვანაირი, მაგალითად ვიღაცასთან თუ ეხა situationship-ი გაქვს ან შეიძლება აპლიკაციაში ელაპარაკები და არ წავიდა ისე და არ მოგწერა ეხა მაგას შეიძლება არ გადაყვერა და ან 1-2 ჯერ შეხვდით ერთმანეთს და რაღაცა, მაგრამ მე ვიყავდა შეყვარებული 6 თვე, ეს იყო იმ პერიოდში ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა რაც მქონია და უცებ გაქრა ერთ დღესაც რა. 6 თვიანის. ხო და ხანდახან მახსენდება აი ძალიან უცნაურად ხა უნიტაზზე რო ვზივარ ხოლმე მეთქი ნეტასა და ხო არ მოკვდა. გიორგი როგორ აღარ სათხარ. გიორგი გამოგვეხმაურე. და არსად არ შემხვედრია თან ამის მერე და არ ვიცი მართლა იმედია კარგად არის არ ვიცი. თან რაღაცა სულაც რო იყოს გაიგებდი. სულაც რო იყოს გაიგებდი. ხო. ესე კარგად. და მე ეს TikTok ინფლუენსერები სულ იძახიან რომ they always come back. No they don't. 6 წელი გავიდა. მაგრამ ის მართალია რო გეჩვენია რომ აღმოაჩინო რომ მომკვდარა. არა, კაი რა. კაი, ახლა სიკვდილს არ ვსურვებ არა. მაგრამ აი რამე ავარიაში მოყვა და იმიტომ ვერ ვნახე. ანუ არ არის ეს საბაბი იმისა რომ ვერ ვნახო მე. მაინც უნდა ენახე. მე მივიდოდი საავადმყოფოში მაწონს აუტანდი, არ ვიცი რას ავარიაში მოხდა. და მაწონს შენახი ყავა. შენ ghosting-ის ისტორია რა არის? პირველი რაც მტკივნე, აი ყველაზე მტკივნეული რომელი იყო და ვინ იყო? აუ ეს ძალიან მიჭირს ამოვარჩი პასუხი. დიმხელა სტატისტიკა ანუ ხო რა. ანუ ეკას რო დაგოსტა. ესე იგი მიზეზი არ არსებობს. ვერ ლოგიკური მიზეზი არ არის რა. ghosting-ის მერე გამოჩენილა ან დაგოსტა და აი ეგ მომხდარა. იმიტომ რომ მე არ ვიცი. მე ჩემგობრებმა დაბადების დღეზე უნდა გაჩვქოთო ის სულების გამოსაძახი ბორდი. დაი რო ბრუნდებიან რას გეუნებიან? მე ვგოსთავ.
მეტი საქმე არა მაგ დაველაპარაკო, ანუ რას ნიშნავს? ერთი წუთი. არა. ხო, ნუ იცი რა არის არის რაღაც მომენტები, როცა დიდად ხა მნიშვნელობა არა აქვს დამგოს თავს არ მიპასუხებს თუ რაღაც. ნუ მოქმედებს თავმოყარეობაზე, რა თქმა უნდა და არ არის ასიამანა, მაგრამ ხა ზოგჯერ ეგრე ძალიანაც არ მაწუხებს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, სადაც ანუ რაღაცნაირად უფრო მეტად გაჭერს თავმოყარეობაზე და უფრო მეტად გაინტერესებს და რაც უფრო მეტად გგოსთობს, კიდევ უფრო მეტად გინდა რომ არ დაგგოსთოს რა. ეგეთ დროს ხო უფრო ის არის რა ქვია. აბა ეგეთი შემთხვევა მოგვიყევი. და მე შენამწარებ. ველოდები რომ მოგწეროს რომ შენ დაგგოსთო. არა ხო და იმის თქმა მინდოდა რომ მეც გამიკეთებია იგივე და რაღაც მხრივ ხა კი არ ვამართლებ მაგ საქციელს, მაგრამ ანუ ზოგჯერ ეს დაგგოსთვა არის ერთგვარი პასუხი, როცა არიცი, ანუ არაფერი არ გაქვს სათქმელი და რაღაცნაირი ნაბიჯია რა, მე ეგრე მithქვავს, რომ გგოსთავდა ხო, უნდა მიხვდე რომ არ მაინტერესებ. ნუ ძალიან დებილობაა, მაგრამ მე მიქნია ეგრე და არა, გოსტინგზე ახლა უცებ გამახსენდა ის რა, იმიტომ რომ ახლა ეგ არის სელებრიტი და სელებრიტი მარონ დამგოსთა. ხო, ეს დაგგოსთა სელებრიტი. ორჯერ. არა, ბერჯერა ლანა დელ რეიმას, მაგრამ რეიბის მეწყინა გეტყვი. ჩემზეც მაგას ამბობენ ხოლმე, სელებრიტიმ დამგოსთა. ნატაშკამ. ალბათ ორმა ნატაშკამ დამგოსთა. ნატაშკამ. მე ისე რა ქვია, ერეკლე როა გეწაზე ხო იცი, თავ ძალიან კაი მუსიკოსი ის ბიჭი. რუსეთის დროშას რო დააფსა ოფენიერზე. მე ვაფშე ძალიან საერთოდ არ ეცალა შენთვის ეს პოლიტიკა. გოგო, გეტყვი როდის დამგოსთავ. შენ როდ ლაპარაკობდით და იმიტომ ლაპარაკობდით, რომ ეს არის ძალიან კაი მუსიკოსი და მინდოდა კოლაბის გაკეთება. რაღაც A$AP Rocky-ის და Lana Del Rey-ის სტილში. ეს ჩემ თავში ხდებოდა მხოლოდ. მე ლაპარაკება ეს ბიჭი და ერთხელაც ჩავიდა ჩემი სიმღერა. იმის მერე ჩემი ნამღერის მოსმენის მერე არ გამოჩენილა და იმავე კვირაში რა დაემთხვა ნახე. მიხაილ როთი რო იყო ჩამოსული ხო იცი? თან მაშინ გამოაცხადა მახსოვს ერთ-ერთ აქციაზე რომ მე მივდივარო პოლიტიკიდან, მაგრამ საქართველოს მიყვარხართო. იმავე საღამოს მივწერე რომ აი უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენნაირები უნდა იყვნენ პოლიტიკაში მეთქი. ზუსტად თქვენნაირები უნდა დარჩნენ თქო და ამაზე მადლობა და გულები მომწერა და მე გავუთამამდი. და ფამილარულად მომივიდა მეორე დღეს დადო თავისი ვარდისფერი წინდების ფოტო და cute socks. და დაგბლოკა. აღარასდროს აღარ გამოჩენილა მიხაილი. Restraining order გაუგზავნა. ანუ ეს არ მომეკაროთ. შენ რა სელებრიტები მე ვიღაცა პირა გოსტავენი მე. ხო და ეგ შენზე არის დამოკიდებული. მე მაგას მივხვდი. ანუ თავიდან ბოლომდე შენ როგორც შენ რა წარმოდგენასაც შეიქმნი, შენ რა წარმოდგენასაც შეუქმნი შენ თავს. და რა level-ს დააყენებ შენ თავს, ზუსტად ეგეთები და მაინც დაგგოსთავენ. მაგრამ მე პედრო პასკალი დაგგოსთავ. სხვა ანუ ხო, რა შენი ამბიცია სადამდე წავა, იქამდე იქნება რა დაგგოსტვა, მაგრამ დიდად რა მნიშვნელობა აქვს თუ მაინც დავიგრუზე. გამოდიხარი ურჩერებს მე რა, ანუ დაქორწინდნენ და მე დასინა ლამის. ხო და იცი რა, რატო არის ეს დაგგოსტვა ეგეთი ტრაგედია, მე ვერ მივხვდი. გაურკვევლობა არის რა და მე უფრო ეხა ხელს მიშლის ახალ ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქვს შფოთვა, რომ არ პასუხებენ ძალიან მალე მესიჯზე, უკვე მგონია რომ მორჩა ესენიც მგოსთავენ და აღარ მიპასუხებენ არასდროს. ნებისმიერ დროს ჩემი მესიჯი, ანუ მე ესე ვუყურებ, რომ ნებისმიერი ჩემი მესიჯი შეიძლება იყოს ბოლო, რასაც გავუგზავნი ამ ადამიანს. ერთმა დამგოსთა ესე, რომ შეიძლება რაღაც კითხო და კი მეთქი და იმის მერე არ მოუწერია. და მეთქი არ ვიცი ესეა ჩემი DM-ები, ეგეთი მიმოწერებით. ხო, ანუ რა კითხვა ქონდა და ძალიან მაინტერესებს დღემდე. ხო, მაგრამ ნახე, მესმის რასაც ამბობდა. იცი რა არის, ზუსტად მესმის და არასასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ მე რაღაცნაირად ეგრე გადავანკონვერტირე ეგ რა, რომ ყველაზე მკაფიო პასუხია ეგ ადამიანი, რომელიც ეგრე იქცევა, არც მისი პასუხი არის ესეთ შემთხვევაში საინტერესო. და საერთოდ რა უნდა მას შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეხა აი რავი მესიჯზე მოწერა თუ არ შეუძლია, იმას არაფერი არ შეუძლია. მაგრამ თან რა არის, ეს კი დავილაგე ესე ტვინში და რაღაც აღარ მაწუხებს. რეალობაში რომ რეალობაშიც გადავიტანე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგრე დამთავრდა, რომ აი ხო სიჩუმე. კი, მაგრამ აი კაი ხარ რომ ამბობ, რომ აი რატო უნდა ისტორი მიდგომა არა, რასაც ახლა ამბობ, რომ რატო უნდა გვაღელობდეს ესეთი ადამიანი. ეს არის ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ შენ გჯერა რომ ეგეთი ურთიერთობები არსებობს, ეგეთი, რომელშიც საერთოდ დრამა და ეს ტოქსიკურობა არ არის? არა, დრამის გარეშე ურთიერთობა ალბათ არ არსებობს, ორი ადამიანი ესე რაღაცა აბსოლუტურ ჰარმონიაში სულ ვერ იქნება, მაგრამ და ყველა ვართ ტოქსიკურ ურთიერთობაში სულ და არ გვინდა ეხა იმას ელაპარაკი რა ეხლა ის ძალიან ტოქსიკურია და ეხლა ანუ ტყუილი იმდენჯერ ყოფილვარ ისეთი ტოქსიკური მე მივხვდა რომ არაღონაირო დავშორებულ ვარ და
დაქალებში რო ლაპარაკობ, რომ აი ისცა და მე აი კარგად რო დაფიქრდები დამშვიდებულზე და ემოციები რო გასულიერ და კარგად რო გადაახვა უკან, მე რამ ხელარქები და კუდი მქონდა, მაგას მე ძალიან ბევრჯერ გამიაზრებია და იმასაც, ანუ აი თვის ერთმანეთისგან გამამდინარე არის ყველაფერი რა. რეცეპტი ალბათ არ არსებობს, რომ ახლა ასე ხდება ურთიერთობები და ესე კაია და ისე ცუდია, მაგრამ არის რაღაც მომენტი, რომ აი რავი რა, შენთვის რაღაც მაქვს, ეხა მე ამ ეტაპზე ვარ, რომ ძალიან მშვიდი კომფორტული სივრცე მაქვს შექმნილი, ჩემს ირგვლივ, ჩემი საზღვრებით და რავი რა, ამ სივრცეში მარტო ისეთი ადამიანების ადგილი არის, ვინც მაგალითად შეუძლია რომ მესიჯზე გიპასუხოს. ანუ რაღაც რა არსებობს, რაღაც ერთგვარი წესები, რაც მე თავს კომფორტულად, თავისუფლად და მშვიდად მაგრძნობინებს და ამის მიხედვით ვცხოვრობ და არავინ არ მაწუხებს, არავინ ნერვებს არ მიშლის, არავისზე არ ნერვიულობ. ხო, მაგრამ ხანდახან გენატრება ეს ნერვიულობაც. არა, ნერვიულობა საერთოდ არ მენატრება. ცოტა დრამა აი ხანდახან არც დრამა არა, იმდენი დრამები და ნერვიულობები მქონდა, რომ ეგენი არ მენატრება. ერთ-ერთი აი რაც მინუსი აქვს სინგლ ცხოვრებას, ეგ არის, რომ აი მაგალითად ძალიან დაღლილი ხარ, დასტრესილი ხარ, აი რაღაცნაირი სახში მიდიხარ და გინდა რომ ვიღაცას ესე ხარზე თავი დაადო, ან თავზე ხელი გადაგისვას და ეგ არის რომ ზოგჯერ ცოტა მარტო გრძნობ თავს, მაგრამ მივხვდი რომ აი ეგ ცოტა სევდა არის ყველაზე უფრო ადვილი გადასაგორებელი აი იმ დანარჩენ დრამებთან შედარებით რაც ჩემს თავს ყოფილა. Taylor Swift არ გიყვარს? არა, Lana Del Rey მიყვარს. დაქალები არიან ეგენი. ვიცი, მაგრამ Taylor Swift-ის მუსიკა არ მომწონს. Taylor, ჩემი აზრით ის ბიჭი იმიტომ გაქრა, რომ ალბათ მაგასაც მაგ ალბომზე ლაპარაკით გამოუჭაჭყა ტვინი. კი, გზაში ვასმენინები. Всё გაიხსნა. ერთი წამი მაშინ ჯერ არ ვიცოდით ალბომი რომ გამოდიოდა. სხვა თემას მონახავდი Taylor-ზე. სასაუბროდ. კი, ანუ ვუსმენდით შეულებრივ Taylor-ის მუსიკას. და მოძველდა თვითონ? არ ვიცი ხმარა დაინტერესდი მუსიკა მოწონდა თუ არა და ასმენინებდი და მე რეჭირო ჯალადობა ნინიკო კი და რომ ჩამოვიდნენ იმ ბიჭმა რომ გაიგო რომ მას ახალი ალბომი აქვს ვაფშე არ გაჩერდება ჯერ 7 საათი ხელი არ გაუშვა და მე 7 საათი Taylor Swift-ი ასმენდა მარტო შეიძლება მანქანიდან გადამეგდე ერთხელ მოვსვინეთ მარტო და თქვა რომ კიო არა უშავსო არა უშავს Taylor Swift ჩვენ ამან ერთ-ერთი კვირა შემიკლა იმით რომ რა მოითხოვა შენ იცი ჯენიფერ ლოპესმა სომხეთში თან ახლა რომ შენ როგორც ცელებრიტ მინდა კითხო ესე იგი ჯენიფერ ლოპესი ჩამოიყვანეს სომხეთში სხვადასხვა მეორედ გადაუხადეს 2.6 მილიონი კი 2001-ში ყოფილა მაშინ 1 მილიონი აუღია რა ჭამა არ ვიცი მაგრამ ამჯერად მარტო ჯეილოს ჭამა დაჯდა $37000 ესე იგი სომხეთის მოსახლეობისთვის ბიუჯეტიდან წავიდა ფული და მარტო თავისი ანუ დანარჩენმა ჯგუფმა რო ჭამა იმათი ფული რაც დაჯდა რა ნაკლები იყო ვიდრე $27000 და კითხე ChatGPT-ს რომ როგორ შეიძლება ეგ დაჯდეს მაგდენი და თურმე შენ შეფი უნდა ჩამოიყვანო ვინც გიყვარს იმპორტირებული საქონელი და გააკეთო ისეთ საჭმელები როგორც რაღაც თეთრი რიზოტო ტრიუფელის ოქროთი ინკორპორირებული დესერტი და რაღაცა რა და თან ეს ქალი რაღაც სამ პენტჰაუსი თხოვს ხოლმე ბიონსე ითხოვს და მადონა დასაინსტალირებელ ახალ უნიტას. ანუ მაგათ არ ჯერათ რო იწმინდება, ან არის წინ გაწმენდა არის და არ ვიცი ესე მაგაზე ვერც მე დავდებ თავს რომ იწმინდება. შეიძლება მეც მომეთხოვა უნიტაზე. უნიტაზე? ხო, მე რა იქერი არის ყველაზე დივა, მაგან მოითხოვა ოთახი რომელიც იყო სავსე კნუტებით და მტრედებით. მტრედებით? ხო. მე არ მინდა ანუ კატებს საჭმევ და მტრედებს სავარაუდოდ თუ რა ხდება კატებს და მტრედებს ერთად რა უნდა და ძალიან dark გაიმე აბა კატა და ჩიტი ეკა მაგას გააკეთებს თუ შეიძლება მატლები მომიტანე და ერთი გვამი დამიგდე და კიდე რა აძირებს საჭამაზე იმიტომ რომ ვიცნობ ეგეთ ქალს გამსინჯავი რო არ მოკლან ერთ ვიცნობ ვიღაცა ერთი ყოფილი მინისტრის კავშირის დროინდელი მინისტრის ის იყო რა ქვია ეს ქალი იმით ამაყობდა ფისო ერქვა რო ისე მე გამსინჯველი ვიყავი ჭირა მეზაჭმევდა თუ არ მოკვდება მაგარი პროფესია ხო და ეკა შემინდა მითხრა ახლა რას მოითხოვდი აი ახლა გაქვს ტური და უნდა ჩაფრინდე სომხეთში და შეგიძლია რაც კიდე მოითხოვო ისე ახლა ჩვენ საქართველოს რეალობაში ვართ და ჯერ ერთი პირველ რიგში ხელფასი უნდა მოითხოვო ეკა იცოდე რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე დამატებით რას მოითხოვდი მართლა არასდროს ჩემ ცხოვრებაში ეგ ფანტაზია არ მქონია იმდენად ბეისიკებს ვითხოვდი ჩვენ და ეგეც არ არის მართალია ნინიკო რომ ჯერ ხელფასი არის ხოლმე მნიშვნელოვანი
შევს მეც მოვითხოვდი, რომელიც გააკონტროლებდა ჩემკვებას და ძალიან გემრიელად მაჭმევდა. აუცილებლად ეს მოხდებოდა ცალკე და არა ხალხთან ერთად. ცალკე შეჭამდი? აი ძალიან რაღაცნაირი იაფასიანი სურვილები მაქვს. აი რაღაცა აუზი, ჰამაკი, ბუნე. არა გოგეკაია, მე ვეთყოდი მაწვნის სუპს და powerbank-ს. აი მე მაწვნის სუპი მეც შევჭამდი მაწვნის სუპს, შევს აუცილებლად ვეთყოდი ძალიან. ერთად ჩემო ხალხო. დედა ჩემი. ნელი. მოცვი ხიზილალა. რამე ისეთი ეგ ყოჩახ. ეგ არის ბიოსესი. ხიზილალა ძალიან ცნობილი, ვერ შევჭამდი ერთად მაგრამ. კანიევეს ტკითხოს შავ საპონს. და ვერსაჩეს ჭორჭორჭას, ანუ ყველაფერი შავი და ოქროს ფერია. ძალიან ცუდია. ძალიან. არა და რავი, მე უფრო თან სხვა ქვეყანაში თუ მიდიხარ, ძალიან მიყვარს ხოლმე რომ პირიქით ნახო გარეთ რა ხდება და როგორია ის ხალხი და ის კულტურა ეგეც. მაგრამ გააჩნია რაზე მიდიხარ რა პროექტზე. მსახიობის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას აკეთებ, იქ რას თამაშობ, რა ტიპის როლია კინო, სპექტაკლია თუ რა არის, ანუ ეგეთ შემთხვევაში ხა აუ ერთი თამაში გვინდა გეთამაშოთ ახლა შენ. შენთვის ცოტათი მოდიფიცირება გავაკეთე ამ თამაშის და Kiss Marry Kill. ესე იგი აკოცე დავქორწინდი ან მოკალი. დავქორწინდი და მე მინდა რომ თან ის გავაკეთოთ იმ ბიჭებზე ვისთან ერთად გითამაშია, უფრო სწორად ეს არის პერსონაჟები ამ სერიალებიდან ვისთანაც გითამაშია და კიდე ზაზა დავამატეთ. Real life ქმარი შენი. და მე ზაზა პერსონაჟს ვამბობთ თუ მართლა ბოჭორაზე ვამბობთ. ხო და პერსონაჟი იგულისხმება თუ ბოჭორა იგულისხმება? აი ეგ შენ მოიფიქრე. არა, ეხა ორი სხვა ისტორია. მსახიობებს მეკითხებით და მე როგორც ეკადა მსახიობები თუ პერსონაჟები და მე როგორც არა, ეხა ზაზა ძალიან ცუდი პერსონაჟი. შენ როგორც შენი თავი, ეკა, როგორ აი ესე იგი Kiss, Marry, Kill და ამ სამში არის აუცილებლად რომელიღაცა უნდა მიანიჭო. აკოცე, დაქორწინდი და მოკალი. მოკალი. თუ გინდა მოკალი შევცვალოთ, მაგრამ რაღაც დონით აწამე. პირველი დასაჯე. ჩიცდეს სანდრო რო შევადაროთ ხელოვნური სუნთქვის შოთას. სანდრექსა და შოთა და ზაზა. ზაზა? ბოჭორ ბოდიში, მაგრამ ზაზა აუცილებლად მოსაკლაფია. აი შოთას ვაკოცებდი და სანდრექსას გავყვებოდი ალბათ. ფულიანია ეგ? შოთასთან შედარებით კი. ხო, მაშინ. და უფრო ფან არის რა. მე ხა გადავიდეთ ამ პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებზე. ხო. და მე როგორც ეკა? ხო. That's ბოჭორა, აი ვერცერც ვერ მოუკლავ ხა ისე რა. წამება. აწამე. ვერც ვაწამებ რასი. Taylor Swift ასმენინი 30 საათი. კაი, ხო. საწალი ბოჭორა. არა. სხვათა შორის შენი ფიქრი. თორნიკეს ვასმენინებდი Taylor Swift-ს. თორნიკეს მეც. ბოჭორასთან Taylor Swift დიდი სიამო. თორნიკე რო ჩავახვალ Taylor Swift. თაში. თორნიკე მე მგონი აქ. უკვე აქ არის? ძალიან კაი. ბოჭორასთან რამე თუ უკვე ვიცხოვრედი თხანს, ამიტომ ვაკოცებდი და მე მგონი სანდრო რა შვები შენ რაღაცა სულ შენზე მოვდივარ რომ მოგთხოვდე და აკულიას მივთხოვდებოდი. რომელს ვითხოვდებოდი? აკულიას, სანდროს. და აი ახლა ეს სამი პერსონაჟი რო ვთქვათ. ესე იგი ილია ვეკუა იდეაში crossover-და, იმიტომ რომ ვინიცის მერეშიც არის და ხელოვნურ სუნთქვაშიც და პატა და ზვიადი ჩეცდან ეს დამპალი კაცი თავის დამპალი ძმაკაცით. ორივე ვერ მოვკლა არ შეიძლება. კი ბატონო, და ილია ვეკუას ვაკოცებ რა. და მორჩება მაგით. სამწუხაროდ არ გამოვა. წესები თამაშის სხვა. აი, მაშინ ვიღაცაზე უნდა დაქორწინდეს. მაშინ ვეკუაზე დავქორწინდები და ერთ მოვკლავ და მეორეს. ხო, იმიტომ რომ რაღაც ვეკუა ექიმი რო არის. კი, ლიფონი როასრულებს. ნურის სუნთქვის დაბრუნება სიტყვას ყველას უყვარს. და აი ვთქვათ, ცოტა უფრო დიდხანს რო გაგრძელებულიყო. როგორ დაინახავდი ვინიცი მერისში შენს პერსონაჟს? აუ არ ვიცი, ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ მაინც ის რაღაც უფრო მელოდრამა, უფრო კომედიური ჟანრია ვინიცის მერი და თამუნა ცოტა უფრო დეტექტივში წარმომიდგენია, ცოტა უფრო ესეთი მძაფრსიუჟეტიანი, რომ იყოს აი ეგ ძალიან მომეწონებოდა რა რაღაც. აი მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი, ხელოვნური სუნთქვა საინტერესოა. მერის ისეთი ურთიერთობა აქ ძალიან მძაფრსიუჟეტიანია, ჩემი აზრით. პრინციპში კი. ხო, ვიღაცა სჭირდება რაღაც ეს დაქალი მიწყავს, მე მგონი ვერ ედაქალება კარგად. შენ უფრო უკეთესი დაქალი ხარ ჩემთვის, ვიდრე თინას პერსონაჟი მისთვის. და ძალიან ეხა მისი პერსონაჟიც მე მგონი აი სპოილერი ხარ არის, მაგრამ არა დღეს ვნახე ის რა ქვია რილსი რომ უდევთ რომ ანუ მერის პერსონაჟიც ორსულდება. ეს ძალიან ბევრი ორსულდება და თავს საერთოდ არ უვლის და
არ ვიცი ახლა თუ ნახა ხალხმა უკვე რაც მოუვა, მაგრამ ხო ძალიან დაუდევრად იქცევა, იმიტომ რომ არის ტოქსიკურ ურთიერთობაში, რაც ხოდაშორის ფსიქოთერაპევტმა ისაუბრა, ეს არის ლიმერენცია. Limerence. ხო, მე ვარ მაგით შეიძლება შეპყრობილი, ასე მგონია. მგონია ეგეთი შენ იცი ლიმერენსი? კი და მე მგონია რომ რაღაც ეტაპზე თითქმის ყველას გვაქვს მსგავსი გამოცდილებები და მე პირადად არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ეგეთი გამოცდილება ხო კონკრეტულად შეიძლება ლიმერენსი არა, მაგრამ აი რაღაც ეგეთი რა ტოქსიკური რაღაცა. ობსესია. ხო, აი რაღაც ეგეთები ყველას გვაქვს. მით უმეტეს ჩემ თაობას 90-იან წლებში გამოცდილ ადამიანებს ანუ სხვანაირად ვერ გვექნება რაღაც ჯანსაღი წარმოდგენები ურთიერთობებზე, იმიტომ რომ ნუ რაშიც ვართ გაზრდილები, ეგ მე მოქმედებს რა და ისედაც აი რაღაცნაირად ეს ყველაფერს რო სახელები დაერქვა, ის კი ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება რაღაცაებში, რომ გავერკვეთ, რაღაც პატერნებიდან გამოვიდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც ისქნა რა, აი თითქოს შეიმინგი დავიწყეთ, რომ აი ის ტოქსიკურ ურთიერთობაშია და ეს ანუ ეგრე ვართ ყველა და ეგ არის გამოცდილებები და ეგ არის რომ ვსწავლობთ და ვიზრდებით და ასე შემდეგ რავი რა და ჩემთვის მაგალითად საინტერესოა და ეგეთ რაღაცების ყურებაც ძალიან საინტერესო არის რა, იმიტომ რომ ძალიან აიგივებ შენ თავს და უყურებ გარედან. აი სანამ დავიწყებთ ჩაწერას მაშინ ამომიგდო ზუსტად ის რილსი, რომ ეს რო ეხვეწება რომ რაღაც შენს რაზე იყავი? ულტრასაუნდზე? ხო, რაღაც ულტრასაუნდზე გაყოლა სამთავი, რომელიც აგრეთვე ბავშვის მამაა და გუგას პატაინაურის გმირს თხოვს მერი. მერი თხოვს და რაღაცა ისეუნება რომ მე ჩემი საქმე მაქვს და რაღაც ანუ ძალიან გული მეტკინა მერის პერსონაჟისთვის და ძალიან ბევრი ვიცი ეგეთი ისტორია რა. ხო, რა თქმა უნდა. და როგორ უნდა მოიქცე შენი აზრით მაგ დროს ხალი? არსებობს უნდა როგორ უნდა მოიქცე და არსებობს როგორ შეგიძლია რომ მოიქცე. ეგ დროს როცა ორსულად ხარ თან პირველი ტრიმესტრია, ახალი ეტაპია ჰორმონალურად, ანუ სხვა მდგომარეობაში ხარ და სხვა მხარდაჭერა გჭირდება და სხვა რაღაცები გჭირდება რა, მაგრამ წესი სხვანაირად უნდა მოიქცე და ალბათ შენ როგორ მოიქცეოდი? რო არ წამემყვა ეს ულტრასაუნდზე? კაი თქო ვეტყოდი, წავიდოდი და აღარ მიუბრუნდებოდი. ეს ამით ჩვენ ვაანონსებთ ჩვენ ახალ რუბრიკას, ჩვენ როგორ მომიქცეოდით და როგორ სიცით თუ გამოგვიგზავნეთ თქვენს გასაჭირს რა გაწუხებთ ჩვენს მომავალ სტუმართან ერთად. გეტყვით როგორ მოიქცეოდით თქვენს ადგილას. შეიძლება ეს კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს. ამ შემთხვევაში მე გამოგვიგზავნა თავისი გასაჭირი ვინიცის მერიდან, რომ აი ჩემი შეყვარებული არ მომყვება და როგორც აკადემეტრაძე ამბობს, უბრალოდ გადაცახლიდან და აღარ დაბრუნდა. არა, ვეტყოდი რომ ოკეი, არ წამემყვა და ულტრასაუნდზე რო წავიდოდი, მე იქიდან აღარ მიუბრუნდებოდი. სად წახვიდოდი? მოვძებნიდი ადგილს. ძლიერი დამოუკიდებელი ქალი უნდა იყო. მაგას რაც უფრო მეტად დაიჯერებ, რომ ძლიერი დამოუკიდებელი ქალი ხარ, უფრო მეტად ხდები ეგ ქალი და მაგას თან არ აქვს ბოლო და საზღვარი. მით უმეტეს ამ ქვეყანაში, ამ რეალობაში და დღევანდელ ეპოქაში, არა მარტო საქართველოში, ძალიან რთულია რა. და თან ანუ რეალურად შესაძლებლობებიც გვაქვს, ანუ რეალურად უამრავი რამის რესურსი გვაქვს, ანუ რაღაცას თუ გადაწყვეტ, რომ ესე გინდა და ქალები ესე ვიქცევით, რომ აი თუ გადავწყვეტ, რომ ესე გვინდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბოლოს მაინც ვიღებთ იმას, რაც გვინდა. მაგრამ მე ძალიან ძნელი ხან და ხო ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა პატარა რო ვიყავი, პატარაობიდან ეგის მქონდა, რომ ყოველთვის ესეთი რაღაც ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი უნდა ყოფილიყავი და ნეტა არ მიდომოდა თქო რა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა პრინცესობა მდომოდა. ხო, მე პრინცესობაზე გამახსენდა პატარა ისტორია, რომ ჩემმა მეგობარმა ეხლა ხანს მითხრა, რომ მეო გადავწყვიტო პრინცესა ვიყო და რაღაც ჩატში ვლაპარაკობდით ამაზე, რომ აი ესე პრინცესულად მე უნდა მომიარო და რაღაც ესე და მე მივედი ჩემს ფსიქოლოგთან და მე ვუნები რომ მეთქი აი ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა და მეც მინდა პრინცესობა და არ ვიცი როგორ გავხდე და ჩემმა ფსიქოლოგმა შენ პრინცესობა არ გამოგივა და მე ესე გავამართლა ჩემი თავი რომ მე უკვე დედოფალი ვარ და შესაბამისად პრინცესობა არ გამოგივა. აბა მე მინდოდა სულ ქალთევზობა. და ყველა ქალს თურმე, ანუ სექსუალურები არიან და გოგო ხო, მაგრამ მაგრამ სექსი როგორ აქვს არ ვიცი. ქალთევზებს. აი, მოკლედ არ აქვს მაგას შეშობა. ერთი მინდა ვკითხო ეკას. ეკა, რამდენად იყენებ დეითინგ აპებს და წესები თუ გაქვს? მაგალითად, ჩემი მეგობარი არც ერთი და ნაცნობი ახლობელი არ ასვაიპებს რუსებს. გამომიყენებია დეითინგ აპები? რუსები არასდროს არ დამისვაიპებია. ვლადიმირი. როდესაც ხარ საქართველოში ანუ ხარ მსახიობი და ესე ცოტა ხალხი გიცნობს და დეითინგ აპსზე შენ ფოტოს ნახულობენ, არ ჯერათ რომ შენ ხარ.
და ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა რამდენიმე საათი ვუმტკიცებდი, რომ მე ვიყავი და მე მივხვდი, რომ დავიტომანებ, კაი არ ვარ თქო და ან მეჩე. ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც, რომ მაგალითად Facebook-ში მოუწერია friends, რომ ქალბატონო ნატაშკა. ვიღაც არის თქვენი ფოტოთი dating app-ზე და დავარეპორტო და მე არა მკითხე მოამბე. მე ვუთხარ რომ კი არ დარეპორტო. მაინც არ არის მარტივი რა, რაღაცნაირი უხერხულობა დაძდევს ამ dating app-ებს რა. ხო, მე მაქვს ესეთი რაღაცა, რომ აი პრემენსტრუალური სინდრომის დროს დავმაჩავ 1000 კაცს და მე რო გამდის, სინამდვილეში არ მომწოვა. ფოტომიანი ვარ, მე ბამბულ ალბათ. ჩემი ძირითადი გასართობიც ეგ აი რომ ჩამოაყენებ რიქს და მე არ წერა რა ვის. ხო, და ეგ ეზღება ხალხს. ეგ რა არის. ძალიან საშინელი საქციელი არის სინამდვილეში, ანუ აი რავი, რას ნიშნავს. და ეგ აი რომ რთულია, აი იმ დღეს კარგად გითხარი. რთული ზუსტად რატო არის? აი ესე იგი შენს ფოტოს რო ხედავენ, ანუ უკვე რაღაც ტიპის წარმოდგენა აქვს ხო შენზე? იცი რა, ეგ ხა მარტო აპში არ არის, ეგ ჩვენ ცხოვრებაშიც აი რაღაცა ვიღაც ადამიანის გაცნობის დროსაც ეს არის რა. აი მაგალითად შევხვდი ვიღაც ბიჭი გავიცანი სადღაც ბარში და მე ხომ მის შესახებ არაფერი არ ვიცი რა, ნოლიდან იწყება ჩემთვის ის ადამიანი იმ მომენტიდან, იმ წამიდან, როცა გავიცანით ერთმანეთი და მან ჩემზე იცის ყველა ჩემი სამსახური, სად რა მიკეთებია, რა მითამაშია, რაღაც მომენტებში კადრში გახთილიც უნახი ვარ, კოცნაც უნახავს. რა მომენტებში და რომელ წუთსა და სეზონზე? იცის რა პოლიტიკური შეხედულების ვარ, ქმარი ვინ მყავდა, შეყვარებული ვინ მყავდა, შვილი მყავს თუ არა, შეიძლება არ იცის ყველაფერი დეტალურად, მაგრამ შეუძლია რომ იცოდეს და აქვს რაღაც თავის კონკრეტული წარმოდგენები ჩემ შესახებ, თან შეიძლება ჩემზე იყოს გაზრდილი ყველაფერთან ერთად და ანუ მივხვდი რაღაც ბევრი ის მოყვება რა და არა თანაბარი არის ეგეთ დროს ურთიერთობა რა, ანუ რაღაც ის სხვა იმიდან იწყებს და როგორც წესი მე ეგრე ხდება ხოლმე რომ რაღაც პედესტალიდან გელაპარაკება და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ არის ხოლმე რომ აკომპლექსებთ ეგ და აი ცოტა ვითომ მაგრამ მე კი არ უყურებ ბებია ჩემი უყურებს პროსტა მესმის ხოლმე და უცებ მე რაღაც სცენას გიყვება ისეც რომელიც რავი მეც არ მახსოვს მაგალითად მაგრამ ნუ აი რავი ეგ რაღაცებზე მე და ბებია ჩემი ვლაპარაკობდით იქ შუშელმა რო გამოიარე ძალიან კარგი სცენა იყო მაგრამ მე არ ვუყურებდი ბებია ჩემი უყურებს ყველას ბებია უყურებს ესენი იზრდებიან. ხო და რაღაც ის არის რა, ეგ სირთულე აქვს ამას რა, რომ აი და აი ხა შენ ვითომ ცნობილი და აი თან ვითომ არ მოწონთ და თან ვითომ აი რაღაც მოკლედ აი რაღაც უხერხულობის ღრუბელი ჩდება და იქ მე აი მაგნიცლში ვეღარ ვერ ყვევი ხოლმე და ანუ პირველივე წამიდან ტოქსიკურად იწყება, აი ჩვეულებრივი წამო ხო არ დაგპატიშო ბართან დრინკზე, ეგეც კი და ანუ რაღაც ეს არის უცნაურია რა. ანუ თუ ვერ გცნობენ შვება ყოფილა ეგ? ეგ ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე უცხოეთში სადმე რომ მივდივარ სამოგზაურო და იქ რო ადამიანები არ მიცნობენ, ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს შემიძლია. მოვიქცე, ყველაფერი ვქნა, ისეც ესეც. აქ ცოტა რთული არის კი. მე რაღაც ძალიან ხშირად რაღაც ცინიკურები არიან რა, აი ვითომ რაღაც ეგეთი. კომპლექსებია, ძალიან. კარგით რა კაცებო. რა გაკომპლექსებ. არა, ხო, რა ვიჯდები, რა პრობლემა. ყველა პერსონაჟი ვიცი და ვგავარ დათოს. შოთა, ჩვენ გვიყვარს შოთა ხელოვნური სუნთქვიდან. მოკლედ, მე უნდა ვაღიარო, რომ ხელოვნური სუნთქვა არ მაქვს ნანახი, მაგრამ ერთი მომენტი მერი მაქვს ნანახი სამაგიეროდ, ყოველ კვირას ვუზივართ ხოლმე და ჩემი მეგობარი და ეს რას აკეთებს და რაღაცა. ერთი რაც ძალიან გასაოცარი იყო ჩემთვის, ეხა შენი პერსონაჟი რომ შემოვიდა და ჩემი მეგობარს ჰქონდა ნანახი და ის მიხსნიდა რაღაცებს რა და როგორც მახსოვს, მერის ეუბნება, რომ არ ვეუბნები ამ ჩემს პარტნიორს, რომ ორსულად არის ხო? და გასაგებია რომ შენ ყველა შენი პერსონაჟი გიყვარს, მაგრამ აი ამას როგორ შეაფასებდი შენ? როგორც აუცილებლად ეგრე მოვიქცეოდი მეც. ხო, იმ სიტუაციიდან გამომდინარე. იცი რა, როგორც წეგამ თქვი რომ ულტრასაუნდზე თუ არ მოყვება და გადაწყვიტა რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის და მიდის, ანუ რავი, წავალ და მე თვითონ გავაგრძელებ, არ მჭირდება არაფერში. ეგეთი ადამიანი, რომელიც თან გამადლის თუ რაღაც და ნუ მანდ ისტორია ასეთია, რომ წასულია უკვე და თან
ანუ მაგას ძალიან გრძელი პრეისტორია აქვს შოთას მთელი ამ რაღაც დრამების და იმისი რომ თამუნა გადაყვა ყველაფერი აკეთა გზაში ბიჭი შეუყვარდა მე ის ბიჭი მოკვდა მე მაინც გამოიყვანა ციხიდან მე ანუ ციხეში სანამ ციხეში იყო ცდილობდა ეს არ ანუ ძალიან გრძელი მთელი ცხოვრება არის გავლილი როდესაც შოთა ძალიან ცუდად იქცევა თამუნასთან მიმართებაში და ამ გოგომ მართლა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ასეთ შემთხვევაში ახლა რო დგება შოთა და მიდის და არაპირებს უკან დაბრუნებას მეც აუცილებლად თამუნასავით მოვიქცეოდი და იქნებ დაბრუნდეს თუ გაიგებს რომ შვილს ელოდება თუ ეს ეგეთი დაბრუნებული აღარ ჭირდება ხო მაგრამ აი რაღაცნაირად ამ კაცს უფლება არ აქვს რომ იცოდეს რომ მამა გახდება ალბათ როცა დაინტერესდება ვეტყვი დაელოდეთ ვინიცის მერის მეორე სეზონს რომ გავიგოთ ან ხელოვნური სუნთქვის მეოთხე სეზონი თორნიკე აქ თუ არის შეიძლება ყველაფერი გამოვიდეს ეკა ერთ რაღაც მინდა გთხოვო რომ კამერაში გახედო და თქვა რომ შენ ხარ ეკა დემეტრაძე და ამბობ რომ რჩები დაქალთან მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებ მე ვარ ეკა დემეტრაძე დღეს ვამბობ რომ დაქალთან ვრჩები და სინამდვილეში ჩემ დაქალებთან ერთად მარტო გოგოები მივდივართ სამოგზაუროდ და იმისთვის რომ ძალიან ბევრი სისულელე გავაკეთოთ და ცუდად მოვიქცეთ. თუ შეიძლება ჩვენ მეორე ეპიზოდი უნდა აღვნიშნოთ კოკა-კოლას ჩერის. მოიცა ახლა მე დავასხამ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენ სადაქალოს სტუმარი და დარჩი ჩვენთან ცოტა დროით. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და გავმარჯოს დაქალთა ვრჩების მეორე ეპიზოდს ეკადემეტრატის თამადობით. ქაბატონ ნატაშკა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კაი იყო დაქალთან დარჩენა. გაიხარეთ და წარმატება თქვენ. და კიდე ბევრი ეპიზოდი წინ საინტერესო. დიდი მადლობა თქვენ არ დაგავიწყეთ რომ დაგვაფოლოვოთ ჩვენს Instagram გვერდზე და მანამდე იმედია სხვა გვერდებსაც შექმნის TikTok-ზე TikTok არის ჩვენი სოციალ გურუ. მაგითო ყავს 80 ფოლოვერი. დაკალთან Instagram-ზე შეგიძლიათ მოგწროთ თქვენი ისტორიები, ასევე ჭორები, რომლებიც მხოლოდ თქვენი ცით და გინდათ გაგუზიაროთ და გასაჭირში თუ ხართ და გინდათ ჩვენმა შემდეგმა სტუმარმა მოგცეთ რჩევები, ამასაც მოგწერეთ. დიდი მადლობა დროებით.